სალამი მეგობრებო. როგორ ხართ? სასაცმლიანად შემოვედი, მაგრამ მაინც უნდა მოვწმინდო. მაგიდაზე არ დავყარო. მას ჩაუწიე რა არის? მოკლედ, როგორ ხართ? დღეს პირველი მარტია. გაზაფხულის პირველი. ძიმე რა ამოვიტანე. პირდაპირ აი ესენი მეთქინა ხერხემა. მოკლედ, ჩაუწიე და დედი ერთი წამი. მადლობით მინდა დავიწყო მაგიტოა რომ ჩამოვჯექი. ყველა ადამიანს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოლოცვებისთვის, კეთილი სურვილებისთვის და ყურადღებისთვის. უღმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს. ხოდა. ეხლა მინდა საჩუქრები გაჩვენოთ. ყოველ დაბადების დღეზე ვისიც არ უნდა იყოს, საჩუქრებს ყოველთვის გაჩვენებთ, იცით და მინდოდა რომ მომეტანა და მე ამის მიხედვით მეჩვენებინა. მოკლედ ყველაზე ესეთი ლამაზი განსაკუთრებული კარგი დღე მქონდა და ძალიან კმაყოფილი ვარ მართლა. დაბადების დღეს სენაკელებში რომ მქონდა პირველი ესეთი გამორჩეული და განსაკუთრებული დაბადების დღე მქონდა. ეს პირველი იყო სამივე შვილებს გეფიცებით. ეხლა საჩუქრები ერთი აწყობილი მაქვს უკვე. ბავშვებო, გთხოვ და ერთი წამი. ეს არის თამთას საჩუქარი აქვს, ხილი, ტორტი, შოკოლადებიც, მოკლედ. ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს და ძალიან დიდი უხმის მადლობა თამთას. ეს არის თამთას საჩუქარი. და ასე მინდა რომ ჩამდეს. ხო, მეორე გავხსენი. ანუ დაიცავ აქ გამოიწევე ხა, მას იმედია მას ბანკაზე მაქვს მიდებული და კაი, მოკლედ, ლიკას საჩუქარი მაქვს უკვე გახსნილი მაქვს იმისი. ლიკა კაკავამდე მაჩუქა, თებშები მაჩუქა და იცით და სულ გეუბნებით ხოლმე რომ აი თებშები სულ იმდროვა ჩემთან და გამინადგურდა თებშები მეთქი და თებშები მინდოდა და ძალიან მადლობელი ვარ თებშებზე რომ შეაჩერა არჩევანი, მაგრამ მე კიდე დავამატე. თათიამ ლანას ფემილი ვლოგმა მაჩუქა ფული და შენგემოზე იყიდეო და ანიმაც ფული მაჩუქა შენგემოზე იყიდეო, ჩემმა ძმამაც ფული მაჩუქა. ხო და დღეს წავედი ცოტა რაღაცისთვის მოვაკელი და უნდა დამედო და გადავდე, მაგრამ არა რესტორნისთვის, იმიტომ რომ გათვალისწინებული მოქონდა. ხო და მოკლედ ჯერ ჩემი საყვარელი ქალბატონისგან გამოგზავნილი გადადებული მაქვს. გადავდე, შევინახე შავი პარასკევისთვის. ეხლა ვიყიდე ესენი. დედიკო, ეს ჩემთვის ვიყიდე ყავისთვის და თქვენ ის გიყიდეთ. ორეოები, კაი, ან ერთი ჭამე, ან ერთი მე დამიტოვე. რა მნიშვნელობა, მოკლედ, ეხლა რასაც გაჩვენებთ, ყველა არის ვინც კი რა მაჩუქა იმათ. და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველას. იმიტომ რომ ესენი ვიყიდე, შევიძინე. მათი ნაჩუქარი ფულით. შენ იყიდეო შენს გემოვნებაზე, რაც შენ გინდა ეს იყიდეო და სიმართლე რომ გითხრათ, ხო გავხეხე ის ალუმინის ტაფა და ერთი ტაფა მინდოდა ძალიან. და 60 ლარიდან იწყებოდა მაგული დეიდასთან, ხო იცით რომ გეუბნებოდით. ეხლა დღეს მე პირდაპირ მაგული დეიდასთან მივედი, იმიტომ რომ სხვაგან ისიად ვიღებ, მაგრამ ზოგჯერ ხო მაგული დეიდასთან ვარ კიდე სხვასთან. ეხლა დღეს ესენი ვისთანაც ვიყიდე, ფული მივეცი.
რაც მგონდა ანუ ხო და ვისთანაც ვიყიდე იმისგან ჩვენ აი იქეთ ბინაში რო ცხოვრობდით ჩამოვედით თუ არა ბლენდერი იმ დღესვე გამიქუჭდა და წარმოიდგინეთ მე-6 წელია ეხა ჩვენ რაც აქეთ ვცხოვრობთ გეგა ხმას ჩაუწია იქეთ წაიღე ტელეფონი და იმდენი წელია ის ბლენდერი მაქვს იქ ნისიაზე შენაძენი და მე რო რაღაცო არ მოდიოდიო ჩემთან მაგრამ როგორ ახალ ბავშვებო მერიდებო და ეხა მე როდესაც აი ადამიანი აქეთ მითხრა მაგალითად ლიკას მეგობარმაც მაგულიმაც რომ არ მოგერიდოს მოდი როცა რამე გინდა რაღაცა და მოკლედ გომერიდა ადამიანების რა არის ორეო აიღოს ანიკო დეიდასგან ავიღე აი თითო თქვენია გოდე ერთიც შენია ხო და მოკლედ ეს ეხა ალფასად ხონდა იმ გოგოს ვისთანაც ვიყიდე სხვაგან რო ვიცი ფასები ვისგანაც დამაქვს იმადგან შედარებით 10 ლარით ნაკლებად ხონდა ხალხო და ამიტომ რა ვიცი თუ ცუდად მოიქეცი მითხარით მაგრამ ჩემთვის 10 ლარი საერთოდ არ არის ცოტა გინდ 5 იყოს ასე რომ მოკლედ სადაც იაფი იყო იქ ვიყიდე ვფიქრობ რომ არავის არ უნდა ეწყინოს მოკლედ გაჩვენებთ ეხა მედიას ყველას დავიგებთ ეხა რაც ვირა ეს გრანიტი მანიგი არ მიყვარს იცით მაგრამ დიდად იმიტომ რომ სულ მერე გასახეხი მაქვს მაგრამ კარტოფილისთვის მინდოდა აი ესეთია ძიმე არ არის სულაც ეს ალბათ რო არ გაიფუჭებინა მაგიტო ქონდა რაზომაა და თუ არ წერია სადმე მაგრამ აქ არა წერი არა წერია ხალხო ვერ მოგატყვეთ მაგრამ პატარა არ არის რა ეხლა ამაზე ხომ იმიდევს მოკლედ ნახეთ თითქმის ერთია და 30 სანტიმეტრიანია მე მგონი და ესეც ის იქნება 30-28-მდე მაგრამ ჩადის და მე მგონი 30-ია მოკლედ ეს ერთი ვიყიდე და ნორმალური ტაფა მაქვს აი ეს მერე ეს არ მქონდა იცით თქვენ ახალი აი ესეთი არ მქონდა კი მინდოდა იმით რაღაც პლასმასის ის რო აქ მაგრამ არ მქონდა იმ ქალს და თან სხვაგან 50 ღირდა და 45 მითხრა ამ ჩანგლებზე და უცებ დავთანხმდი დანაჩანგლებია 12 ძველებური მაქვს აი რაც მაქვს ხო იცით აი ესეთი აი ესენი მაქვს მაგრამ აი ეხა ესენიც მინდოდა 12 კაცზე მქონოდა მოკლედ დანები და ჩანგლები ამას მერე ჩავალაგებ ეს ესე იყო არეულად ესენი 45-ად მომცა ისიც 12 კაცზე მაქვს მერე იცით რომ გახსოვთ გოგოებს ვიყიდე დაბადების დღეზე ერთნაირი თებშები ძალიან მინდოდა და სულ საუბრობდი რომ აი მეც მინდა ისეთი თქვენ რომ ვიყიდეთ და უნდა ვიყიდო აუცილებლად მეთქი მაგრამ სულ რაღაცა გამოჩნდა ბევრი გასატანი რო გიწევს ადამიანს და არ მინდა ამაზე საუბარი მე არ მინდა ვინმე მყური სხვანაირად მოკრას ამ ჩემს საუბარს და ასე რომ მაგიტომაც არ ვსაუბრობ საერთოდ არაფერზე ზედმეტად კი არა და საერთოდ ხო და მაგიტომ რა თქმა უნდა თებშები ხომ მომიტანა ლიკამ მაგრამ მე მაინც ისიც ვიყიდე რაც მე ძალიან მინდოდა და რა თქმა უნდა 12 ადამიანზე ძალიან მინდოდა ეს თებში ხომ გასარეცხებია ეხა
აი ესეთი ამაღლებულია. და ჩაუწიეთ ერთი წამი, ესეც ის არის. მოკლედ. თებში, მაგრამ ეს ძალიან მინდოდა და აიტო. მე მგონი ის არის. კი, ამაღლებულია ეგ. ეგ არის. ოღონდ ზოგის ვერცხლისფერია, რომ მასფერი ვიყიდე. და ეს ვიყიდე თვითფასება 12. ჩემი თებშები აირია, უნდა გავრეცხო ძალიან მტვრიანია. ყველა არის 12. პატარაც და დიდიც. აი ესენი. მე ერთხელ ერთ გოგოს რო ვუყიდეთ 70 ლარად ვუყიდე. და მე მაგული დედამ 65-ად მომცა. ანუ ერთთან 70-ად ვიყიდე. მე მაგული დედასთან რო ნახე და ვიკითხე 65-ად მოგცე მომითხრა და 65-ად ეხლა ვიყიდე 60 ლარად. სამივე შვილების სიცოცხლე დაანაფიცება 60 ლარად ვიყიდეთ. მუხაც იქ იყო. ასე რომ ამათ ყველაფერს გავრეცხავ და მე შევალაგებ იქ. ისე არ იმასთვის არ დავდები, იმიტომ რომ მაინც ხომ ჭირდება გამოსაყენებლად და ასე რომ გავრეცხავ და გამოსაყენებლად რა სტუმრებისთვის. აი ესეთი თებშები ხომ აქვს? 2 აკლია დიდს, 1 აკლია პატარას. ის გამჭირვალე თებშები რამდენი დამილეწა და მგითხარით და 4 თებშებსაც კი აკლებ. ბავშვი შევინახავ. მოკლედ. და ლეკავ და ნაჩიან რაც მაჩუქეს გაჩვენეთ, მაგრამ ეხლა მაინც გაჩვენებთ, ახან ეს ყველა საჩუქარი გაჩვენეთ და მოკლედ ყველას ძალიან უღრმესი მადლობა. არა, გაუშვი სტეკლოა, მე შენია შენ რაღაცას დალეწავა აქ. გაუშვი დედიკო. ხო, მე შევინახავ, შენ ვერ შეინახავ მაგას. ხო და მოკლედ ეხლა რამდენი ესეთი ყუთები გადავყარე, იცით? გარეთ დიდი ასეთი ოღონდ ძალიან დიდი ცელოფნები რომ მოვიტანე ერთხელ, ხო გახსოვთ ნაგვისთვის. მე პატარა არ ქონდა დედას და ის მომცა და გაუშვიდე. ის სავსე მქონდა მარტო ესეთი ყუთები კარტონებით. ხო და ეხლა ესეც უნდა გავავსო. აი ესენიც რო დაემატება, გაიხსნება. ესენი თანაჩანგლის გარდა ყველაფერი. ხო და ერთი კოდესთვის მინდოდა მაღამო. ფარკლო ბენჯი. ეს მუხას აჩუქა წუხელ ვიღაცამ და მუხა არ სვამ საერთოდ და მე მომიტანა. ეს კოდესთვის ვიყიდე. ეს გეგას გამოუწერა ერთხელ, ხო გახსოვთ რაღაც რო ქონდა თავზე, რომელიც გადადიოდა ხოლმე, მრავდებოდა. ხო და ეს ვიყიდე კოდეს ფეხზე აქვს, ფეხზე აქვს აკერცლები, ანუ კანი ეკერცლება. რა ვიცი რატო მე უფრო იმას ვფიქრობ, რომ ცეკვაზე ეს ჩუსტები რო აცვია და რა უჭერს წყალივით აქვს ფეხი და შეიძლება მაგან გამოიწვია ან რა ვიცი, აზე არა ვარ. ხო და მოკლედ ეს მალამ არის ძალიან მაგარი და ამას სწავს მე რო დაუბან მეთქი და ამას ვსინჯებ ხო. მოკლედ ესე შემოკარგება. ხო. ეხლა ვამაც კიდე. რა თქმა უნდა, ნაჩუქარი ფული გადავიდე 8 მარტისთვის, ოღონდ მუხას ნაჩუქარი ფული, მუხამ მაჩუქა ფული და თან ის კაბახო გამომიწერა, ფეხსაცმელიც მიყიდა, უნდა მოვიდეს. ხო და ამიტომ 100 ლარი მაჩუქა მის გარდა. იქ რაც გამომიწერა, იმის გარდა. ხო და მოკლედ ის ფული გადავდე რესტორანში რო წავალთ ხუნდამედოს ჯიბეში. გამოთვლით, ეხა მე დავჯავშნე და მუსიკის თანხაც რო გვაქვს თითო ადამიანს 15 დასადები ისე.
ანუ ცოცხალი შემსრულებლები არიან იქ ხა აწი სადაც მივდივართ ჩვენ და 53 ტილარი გასწრა, მაგრამ პლუს ტორტი შეგვაქვს და სასმისი და პლუს ამათი 10 ლარი. ხოდა მოკლედ ხო უნდა მედოს თქო და ამიტომ იმას არ მოვაკელე, მაინც მედოს მეთქი და ეხა ეს ამაში დავხარჯე ამ ყველაფერში ამიანა 240 ლარი. ამ ყველაფერში. ხო მეტი არ მქონდა 240 ლარი დავხარჯე. და ეს 60 ლარი მითხრა და 55 ლარი მქონდა ბოლო. ვუთხარი რომ აი მართლა 50 ხო ნახე მეთქი რომ ხელში 55 ლარი მეჭირა, მეტი არ მქონდა და მე ის გავხსენე ხურდები მქონია 3 და 90 თეთრი და 3 ლარი აიღო და ის 90 თეთრი დამიდოვა. 58 ლარად ვიყიდე მოკლედ ეს ტაბა. თითქმის 60 გამოვიდა მაინც იგი. ისიც 60-ად ვიყიდე რომ გავხეხე ეს ძიმე რო იყო. ეს არ არის ძიმე, საერთოდ არ არის ძიმე. რატო არ არის ძიმე ვერ გავიგე, არ არის ძიმე. საერთოდ არაა. იმედია ესეც არ გამიდება გასაგები. მოკლედ ესე შემოკარგე. წავიდია. ცეკვაზე უნდა გავიყვანო, გოდე არ ვიცი, შეიძლება გავიყვანო, შეიძლება არა. ნახოთ, ცეკვა არა აქვს უბრალოდ ხონიზიება აქვს ხვალ დედის დღესთან დაკავშირებული და არ ვიცი გოდე იცეკვებს თუ მარტო გოგოები ცეკვამ ვერ გავიგე და ამიტომაც მაინც მივიყვან და დავაზუსტებ ცეკვავს თუ არ ცეკვავს ან რატომ არ ცეკვავს მაინტერესებს იმიტომ რომ ცეკვაზე იმიტომ დადის ჩემი შვილი რომ იცეკვოს იმიტომ რომ ლექსით და რამით გოდერძი გადაწყვეტილი არასოდეს არც ერთხელ ისძიებაზე არ არის. ამიტომ ერთი ლექსი აქვს ეხაც. ხო და მოკლედ. არ ვიცი, შეიძლება მომავალი წლი და ფიქრობ ბავშვების ქალაქში გადაყვანაზე. ჩემთვისაც უკეთესი იქნება. სულ შინან ვიჯდები, წავიყვან მოვიღო. ხო მაინც გავივლი. ეგეც კარგი იქნება ჩემთვის. ასე რომ რა ვიცი, ნახოთ. ბავშვებისთვის როგორც უკეთესი იქნება, ისე გავაკეთებ. რა თქმა უნდა, უპირველესი ჩემი შვილები. ნახოთ, შევხედოთ. ჯერჯერობით სკოლის დაწყებამდე დრო გვაქვს ხო კიდევ ხვალ ხამე მივდივართ ჩგალში დაკრძალვაზე მივდივართ სამშაბათს არის დაკრძალვა და ბავშვებთან ცოტა ხანი წავითამაშებთ და რაღაცაო და საღამოსკენ ხვალ წავალთ კიდევ კაი ცეკვა არ არის ხვალ გამიმართლა ამ მხრივ და ხვალ იმიტომ რომ მეგოდეს ღონისძიებას დავესწრო ბავშვები უნდა წავიყვანო ბაღში სხვა გზა არ მაქვს მედია ბაღი მაინც იქნება ისინი რომ დავტოვო მე მაინც მინდა ეს გაზაფხული ზაფხული ეს კაი თბილი ამინდები იარო ბაღში ბავშვებმა წავედი აბა ცურქასებო კიდევ და კიდევ უხმესი მადლობა ძალიან დიდი მადლობა და ჩემს საყვარელ ქალბატონს ვეტყვი რომ ფიქრობ ჯერ რა შევიწინო გადადებული მაგრამ მაინც უყვარს რომ ესე გადავდებ ხოლმე და მეც გადავდე მაინც ყოველი შემთხვევისთვის გინდ კარგი ცუდი არ გინდა არაფერი მაგრამ რომ იყოს რამე გადავდო და კონდეს ჯობია ძალიან დიდი მადლობელი ვარ უღრმესი მადლობელი ვარ რომ
მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ყველას აქვს დღეს მართლა ცხოვრებისეული პრობლემები და ბევრი ხარჯები, რა თქმა უნდა და ბევრი ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ აი იმ ყურადღებისთვის, რასაც მიკეთებს ხოლმე. უღრმესი მადლობა, აი ვერც გადავიხდე მადლობას. ვერანაირს თქვენსას აი არ ვიცი, შევეცდები ოდესმე ღმერთმა ქნას, რომ ყველას გადაუხადო ღმერთმა ქნას. იმდენი შემაძლებინოს, რომ ყველას გადაუხადოს სათითაოდ მადლობა ნებისმიერ ადამიანს და ისედაც რაც შემილია ცოტა მაგალითად თუ იმისთვის შემილია ღმერთმაც კი იცის რომ ვაკეთებ კიდევ მე არ ვამბობ ხა შორს და ასე შემდეგ აქ საახლო მახლოში მაგარადოქს არ გულისხმობ მარტო რა არის დედიკო მიჩუნატია რა წეთი რატო ვიგები მიჭამე ხა შენ რა არის წადი აბა მიდი იქნებ ბევრი შეჭამე მოკლედ როგორც მინდოდა ისე ვერ ლაპარაკობ მაგრამ რა ვქნა მე რიდება იმიტომ რომ მაინც ის მაკომპლექსებს რომ ადამიანებს შეუძლიათ რომ არ გაგიგონ ისე როგორც შენ ამბობ პირდაპირ სწორად ხო კიდევ ჩემს კაბასთან დაკავშირებით ძალიან მომწონდა საერთოდ იცით მე მიყვარს მოკლე კაბები კი არ მაქვს ყველასნაირი სტილი ანუ ვის როგორი უყვარს მაგრამ მე არ მეინტერესებს მე როგორიც მიყვარს ისეთი დავდივარ ხო და ძალიან ყვაყოფილი ვარ მე უბრალოდ ძალიან აი არ მესმის გულები კარგს გისურვებ ასე შემდეგ და არ შეგეფერება მოკლე კაბა რანაირ ადამიანებს არ შეეფერებათ მოკლე კაბები ვერ ვიგებ იმიტომ რომ კაბის სიგრძეზე არ არის ადამიანობა და ბევრი რამ დამოკიდებული იგი წოდეთ კიდე მოკლედ არ მინდა იმის მაგალითები მოგიყვანოთ და კინ საბუთის დადებაც შემიძლია პირდაპირ რომ დავასახელო ისე ვეცე და ისე ადამიანებს ვისაც გრძელი კაბები აქვთ და კინ შარვლები მაგრამ და ვითომ ბოდიში ბრჭყალებში მონაზონებები დადიან მაგრამ საცუდაობებს შვებიან და კაბა არ წყვეტს არაფერს ძალიან კარგი სიგრძის იყო ჩემი ძალიან კარგი იყო მაგარი იყო მაგრამ კიდევ ვიდეოშიც არ არის იმდენად ლამაზად როგორიც აი საკეშრო დადგები და ჩანს და აი ნოველ გადმოსცემ კიდე აი ამ ჩემი ტელეფონით მუხას ტელეფონი უკეთიხებს სიმართლედ მართლა მუხას ტელეფონი მაგრად იღებს კარგად იღებს ჩემი არ იღებს ისე კარგად და არ ვიცი რატო აი რაც არის ის ჩანს ჩემი ხალიც კი ჩანს და დღადნილი თვალებით კი ჩანს კენც კი აწამისია ჯერ არც ის სამალი არ დამილევია ჰა სად მაქვს ეგეც და ამბავი აქ მე არ ვაგდივარ თორე სხვა ყველაფერი იქნებს ის მოვიდა კიდე მუხასი ეს მაშინ ერთმა გოგომ მითხრა ამაზე აი ამებზე და დამავიწყდა სამივე შვილებს ფიცავად დამავიწყდა ხალხო მე რას ვაკეთებ მაგი განამახსოვს იმდენად სკლეროზიმა თუ არ შემახსენეს ყოველ წამს დაწუნს ყველაფერი მე მავიწყდება ჩემი თავის იმედი მე არ მაქვს სხვას როგორ უნდა გქონდეს მოხრანი ეს სიტყვა ისმის წავედი აბა კიდევ და კიდევ უღმესი მადლობა ყველას თითოეულ თქვენგანს და აი ამ საჩუქრების პატრონებსაც ყველას და საერთოდ ვინც კი საჩუქარი გამიკეთა ოდესმე და ეხლაც და არა აქვს მნიშვნელობა
და საერთოდ ვინც კი ხართ ჩემთან ერთი წამითაც კი ისიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი მადლობელი ვარ მოკლედ თითოეული ადამიანის, ესე იგი 8276 ადამიანი მყავდა მე მგონი და ყველას ძალიან დიდი მადლობა. უხმის მადლობა ყველას. ღმერთმა დაგლოცოთ თითოეული მადლობა. რაც ამ გოგოსთან მოვედით, ჩვენი ცხოვრება როგორ უკეთესობისკენ შეიცვალა, ეგრე ყოფილიყოს, ეგრე დაგმართნოდეთ ყველას. წავედით, ბედნიერად, მშვიდობიან, პოზიტიურ ნაყოფიერ დღეს გისურვებთ ყველას.